First of all, I would like to thank Germany for hosting this important conference. As we gather here today, დღეს ჩვენ აქ ვიკრიბებით იმისათვის, რომ ურყევი სოლიდარობა გამოუცხადოთ უკრაინას ამ გამოწვევებით სავსე დროს და გამოხატოთ ჩვენი ერთგულება მისი სწრაფი აღდგენისადმი. ხაზგასმით ფსურს აღნიშნოს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული საუკუნოვანი მეგობრობა და მტკიცე კავშირები ჩვენს ხალხთა შორის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ჩვენ მზად ვართ მხარი დაუჭიროთ უკრაინის აღდგენას, თუმცა ვიაზრებთ, რომ ჩვენი რესურსები შეიძლება განსხვავდებოდეს. ამის გათვალისწინებით ომის პირველი დღიდან საქართველომ სრული სოლიდარობა გამოაჩინა უკრაინის მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერისათვის სხვადასხვა პლატფორმებზე მას გაუწია არსებითი ჰუმანიტარული დახმარება. საერთო ჯამში საქართველომ 600-ზე მეტ რეზოლუციასა და ერთობლივ განცხადებას დაუჭირა მხარი უკრაინის მხარდასაჭერად. მართალია საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ ეროვნული სანქციები არ დააწესა, თუმცა ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქციონებულ პირებსა თუ ტვირთებს. საქართველოს მთავრობა იმავდროულად მჭიდრო კოორდინირებას და თანამშრომლობას ინარჩუნებს ევროკავშირთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც აკონტროლებენ სანქციების გატარებას. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ გამოყო მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის და დღემდე მხარს უჭერს საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში საქართველომ გაგზავნა 1000-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარება უკრაინისთვის 35 მილიონ ლარს აღემატება. საქართველო დღესაც უწევს დახმარებას ომით დაზარალებულ 26,000-მდე უკრაინელს, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ. 2022 წლის შემდეგ უკრაინელებს, რომლებიც მიმდინარე ომის გამო შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიეწოდებათ იმავე ოდენობის ფინანსური დახმარება, რაც იმ დევნილებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებიდან არიან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების სისტემამ მიიღო 2300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომელთა უმრავლესობა ეუფლება საშუალო განათლებას უკრაინულ ენაზე სტანდარტული უკრაინული სასწავლო პროგრამის შესაბამისად. ვაცნობიერებთ, რომ ბავშვები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს ომის გამანადგურებელი შედეგების პირობებში. ზაფხულში ჩვენი ახალგაზრდული ბანაკები უმასპინძლებენ უკრაინელ ბავშვებს, კერძოდ ხარკოვსა და კიევში მცხოვრები უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის წევრების შვილები მიიღებენ მონაწილეობას ამ ზაფხულის ბანაკებში. ეს ბავშვები უფლებამოსილი მეურვეობის თანხლებით დაისვენებენ ჩვენს რეგიონებში უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში. ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრული კავშირები, არამედ საზიარო მისწრაფებები ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენ სრულფასოვან გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში. მანამდე კი ჩვენთვის ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გავაგრძელებთ მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად. Thank you so much, Prime Minister. I now give the floor